არც იმასაკში არა ვარ და არ ჩააბარო და ის რო უთხრა. თუ უყვარს კაცს და ავადა. უნდა იყოს მზად, რა ვიცი. ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. რა ვიცი, სიცივისთვის, სიცხისთვის. მე მასწავლიდნენ ესე. რო ჩემი პედაგოგი მეუნებოდა მსახიობს არ უნდა კონდეს არც თერმომეტრიო, არც წნევის გასაზომი. სისულელია. იმიტომ არ არსებობს ისეთი დრო, შენ რო სიცხე გაქვს და მაინც არ მიხვიდე სპექტაკლის სათამაშო და პროსტო ცუთხასიაძე ხარო რა. იცი რო 39 გაქვს სიცხე და თამაშობ. ან წნევა გაქვს 200 და თამაშობო რა. ამიტომ თუ არ გაიზომაო, არა გაქო რა და ითამაშე რაო, ესე აზრი არა. ეგეთი პროფესია და სულ მაგას ვიძახი, ახლა ახალი თაობა რო თამაშობს იმან. ამ თაგვზე იყო დანიშნული ვიღაცა დუბლზე, რაღაცა იქნება შემცვალოს თქვა და დედა ყავს სუდად ვერ მევიდა. ტყდება ახლა რა, ნელ-ნელა რა. შვილი ყავს სუდად, იმას ცხვირი გოუსკდა, სისხლი წამოუვიდა და ჩება ახლა ეს ჩემი 40 წლის დაგვიგიდო და ბიჭო მე უთხარი. მეც მყავს ეცორჩილი და დედას. დედას ნახულობ ისე იშვიათად სიმაღლეში გაზრდილი მეჩვენება ხანდახან ნახულობ 30 წლის კალიბრი. ბიჭო მე უთხარი. მე მატყულებდნენ მარტო ხორავა შვილი მოუკვდა და მაინც სპექტაკლს თამაშობდნენ მე დევიჯერე მატყვილი უთხარ სულ ამას მე უნდა ასამბობ ხორავა შვილი ყავარი და სპექტაკლი ითამაშ ებობშებს რატო არ ჯერათ მატყვილის მე უთხარი მე რომ ჯეროდა სიცხიანის მოვდივარ ისიც მოვდივარ 37 და კიდე ისა დიდი და პატარა როლი არა აი ებრაელმა სტანისლავსკმა მეიფიქრა მამა ხო სულ მაგას ვიძახი დიდი და პატარა როლი არ არსებობს თავ ისა აქ ნათქვა მიცი არც ერთ პატარა როლი არა აქ ნათამაში არც ერთი ოტელო რა ვიცი მეფე ივანე მრისხანე ივანესზე რა ყველაფერი თავარი რაცა მარტო მაგას აქ ნათამაში მთელი რუსეთის თავარ როლები ითამაშა და ბოლოს დაწერა დიდი და პატარა როლი არ არსებობს. აი, სულ მაინტერესებს. რო ის ითამაშა პატარა. კარგი. აი, სულ მაინტერესებს, რატო არ ითამაშა ოტელოში გონდოლით რო კაცი მოდის, ასე მეგონდოლე. გეთამაშა და მიდი გეგეჩაჩხა ერთი მონოლოგი რო არ გაქვს, ასე რო დგახარ ასე. არაფერს არ გონდოლა. ტლიგინობს იგანე შექსპირის დაწერილს. გას თვითონ და მე ვდგავარ ამას. თუ რამე შევაფასე ზედმეტად, ქენი რეჟისორი გეუბნება, ჩუ, ეგი ლაპარაკობს. ანიგი დაწერე ორივე არსებობს. მეც ნუაკეთებ ამას. არა, მეც ნუაკეთებ. გადადი უკან. ჩანხარ. ის თამაშობს. საწევიდე უკან გადმოხტი გონდოლიდან ცალკე ხوار ვარ ვეუბნები. კეჭემ რა. ის თამაშობს თავადებს. წერს მერე. არაო გასო არ არსებობს. ანიგი მაინც დაწერე, ესეც არსებობს, ესეც არსებობს. გააჩნი ახლა მე კარგად ვითამაშებდი ამას. დაწერე, შეიძლება გეთამაშა მართლა ჩემზე კარგად, მაგრამ იმას რა დუიძალე. აი მაგალითად ახლა გინდა თუ არ გინდა სუფრასთან ურთიერთობა გიწევს და შენ როგორ შეგიძლია ახლა მე მსახიობებთან მესმის ახლა რაღაცა და მოიგონო რაღაცა რომ აი ეს ბუმბერა მსახიობთან ერთად მიკეიფია რაღაცა. თოჯინების ამბავში როგორ ხდება ეგ? თოჯინებთან მიკეიფია. აგელა სპილობს ივარ. უკან ხო ხალხი მოყობა მაგას კაცო. კაი ხალხი მოყობა მაგას უკან. ასე რო იცის ისტორიას ხო კაი ხარ. მე იმ დღეს მიკეიფე მე მელანა სპილოვიჩეკი. ეს ხო ის ბალეტი. სუპერმაზი. ერთი სუპერმაზი, ერთი მიყვა თეატრალურზე ჩააბარა ჩვენმა ახლობელმა და მამამისი არის კვტარი, გარაჟის გამგია მამამისი. და მოუკვდა სირცხვილია, იმით დაქცევა იმისთვის, ახლა ეს ამხელა შეურაცხყოფაა ოჯახისთვის, გარაჟის უფროსია, საწყობის გამგე კაცი და ბავშვი გახდა ფუტური რაცხა თეატრალური და მსახიობი, მშიერი გაძუნგულებული, ვიღა ეგეთი შეკეთება. გაძვალტყავებული. ამ ოჯახში არასდროს ხალი არ მოდის სტუმრად, იმიტომ გარაჟი იკრიბება რა. დაბადების დღეა ახლა მამამისის და შეკრებილია მთელი ატეკა. ამბობს ჩაბარებული აქ და დადის ესე. მინიმუმ არის რამაშხიკვაზე, კაცო. ასე დადის და შემევიდა სახში მამის დაბადების დღეა და სუფრაზე ზიან თამად არის სუპერმაზი. დეტე ტრაქტორები როა ამგენით უძახოდა სახელებს ვერ იმახსოვრებდა. გაზიკი, აზი, ეგენი ზიან რა. გასპისიატი რაღაცა, მიქსი, რაღა ეგენი ტრაქტორი, რა ეგენი ზიან და ერთ ქალიზის ბუღალტერი ციალა. ბუღალტერია და ამ პონჩი არის და დაისვა ხა შეკითხვა სად იციან რომ ჩააბარა, მაგრამ არ აბაზრებს მამა. ჩააბარა კაცო. არ ამბობს ახლა იტყვილება რომ
მაგარი გეპეიში. ნუ იქ ვეღარ მეიტყვილა ახლა და თეატრალურზე ჩააბარაო და ამოხდა სუპერმაზი ბიჭო. ეკი დადგა ზილ 31 ახალი მანქანები რა ბიჭო სტრიცით პერვი რაღაცა წამეიშალენ და ვერ მოხსნია ბიჭო კაი ამბავი მე გეთქვაო ბიჭო ჩემთვის სუპერმაზი ეუნე ანას სტრიცით პერვისთვის გეთქვაო აგერო ზილისთვის ევიყვანდითო ვასწავლიდითო ძმაო და ხო იციო რამხელა და ხოდიო ეგ ბას მე მეც ერთსალი ნამსხვარიო და წავალ სახშიო და წევით გამევიდა რამდენი. ხო არის ეგეთ შეხედულება. სუპერმაზი შეურაცხყოფად მიიღო კაცო. თეატრალური რა გიქნევ ახალ მსახიობებს. ბატონო. უნდა რა ვიცი სულ უნდა იკითხონ, სულ უნდა ისწავლონ, რა სულ უნდა ეძებონ, თუ უნდათ კარგი მსახიობი გახდეს. იქნება რამე გამოძებნონ. სული არა, იქნება რამე გამოძებნონ. მე ბაზარზია ბევრი ბიჭო მსახიობი. მე შტერიგი არ ვარ მართლა. რო შევხედი, ამდენიჯერი მსახიობი როა მოვიდა დურგლობას ხელი და ბადალი არ მყავს. ყველა თეატრი მე მithხოვს. ცოტა ვართ ჩემნაირები. თეატრი სადაც უყარს და ყველაფერს აკეთებ. რაღა ინდრიე თან იქვე ხარ თეატრში. მოდი ერთი წუთი შენ ეგი ითამაშე რა და თან თამაშობ. ყარაჩოდან. ჩამოდი ხარ, მაგრამ ფიქრობ ხოლმე, ახლა ფრიდონია მე დეკორაცია სწორად დააყენა, რომ ყიფშიძეს თავში არ მოხვდეს. არ თამაშობ როლს, იქავარ. ხო. პროჟექტორი ახლა სწორადაა, ნახევრად თამაშობ. ერთი სპექტაკლი ვითამაში, ასე, მარტორქები. ფერმა იყო გადმოსაკიდებელი. წინ. პრაგონები გვაქვს დაწყებული. ამოჭრილი მაქვს ზევით, სვაერლავ რო გადმოკვიდო, ეს და ზევითა ვარ, კრიშაში ვარ და ზევით პრაგონი მიდის, კაცო. და რეპლიკებს ვიძლები ამოღებული მაქვს. იგი ჩამოვყოფ ასე დავს და ხო, აბარა. და იქ მიდის და ყიფშიძე ბიჭო, კარსონს დგავ, თუ მარტორქებს. ან ჩამოათრიეთ, ეკაცო. ხვალ სპექტაკლი. შეგენაცვალე. გენაცვალე. ესე იგი, ყოველთვის შენი აქ მობრძანება არის ძალიან კარგი, მაგარი და მე მინდა რომ დღეგრძელობა გისურვო რიგში და იყავი მაგრად. შენ ქართულ თეატრს ჭირდები. ხო, მეუნებ მსახიობი რო არ ვარ, ყველას დაბჯირდი თქვა და. ბოლო სხვა თუ არაფერი თაგვს რა უყოთ. არა, თაგვი აი ეხლა ადამიანს ვითამაშ. ეხლა ადამიანის შემდეგ აუცილებლად მოგიწვეთ. მაშასე ჩემო ძირფასებო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო გია გოგიშვილი, გიალია, ენაცვალე.